არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპა ჩვენი სახლია წარმომადგენლები ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს USAID-ში შეხვედრას თავაზობენ. აღნიშნული მიზნით არასამთავრობოს წევრებმა საკრებულოს დეპუტატებს წერილობითი მოწვევა მერიის მოქალაქეთა მისაღებში დაუტოვეს. გია გოქაძის თქმით, შეკრების მიზანი კვლავაც ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე ბარ არგოს მშენებლობის კანონიერებაზე მსჯელობა. ირაკლი ჯულაყიძის თქმით, მათ ერთხელ უკვე მიმართეს ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის დავით თვალისგან პასუხად მხოლოდ დაუსაბუთებელი უარი მიიღეს. გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება რომ მიმართოთ ცალკე დეპუტატებს რომლებიც არ ამგონია რომ ერთ და იგივე აზრზე იყოს ყველა და რაღაც პროტესტის დნობა ან განსხვავებული აზრი არ უჩნდებოდნეთ და იმის გამო რომ არ გვეძლევა საშუალება რომ ამ ჩვენს უკან ძალიან ბევრი ხალხი დგას მათ შორის 10 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ამ ასე ვთქვათ მოთხოვნებს ხელს და ძალიან მრავალი 600-ზე მეტი ადამიანი იყო რომლებიც პეტიციას მოაწერეს ხელი ასეთი რაოდენობის ადამიანების სურვილის და არში გარკვევის საკითხი არ შეიძლება უყურადღებოდ არ შეცდენ უბრალოდ ვიწვევთ მათ რგვალ მაგიდაზე შეხვედრაზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სადაც ჩვენ შეგვეძლება წყნარ ვითარებაში გავარკვიოთ ეს საკითხი მივიდეთ რაღაც გარკვეული დასკვნამდე